საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით CESCOM 2025 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. მიმდინარე წელი საარჩევნო წელია და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ერთ-ერთი კომპლექსური არჩევნები არის, რაც თავის მხრივ საყურადღებოა შესაბამისი დაგეგმარებისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით. ამ მიზნით, ისევე როგორც სხვა გამოწვევებზე სათანადო პასუხის გაცემის მიზნით ინსტიტუციამ შეიმუშავა ახალი სამოქმედო გეგმა და ზუსტად აღნიშნული სამოქმედო და სტრატეგიული გეგმების განხილვა და წარდგენა ჰქონდა დღეს მთელი ადმინისტრაციის მასშტაბით თანამშრომლებთან, როგორც CESCOS, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე, სადაც მიმოვიხილეთ მათთან ერთად ყველა ის მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ინსტიტუციურ გაძლიერებას, ასევე 4 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ 2025 წლის სამოქმედო გეგმა. მოგეხსენებათ, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ის ძირითადი აქტივობები, რომელიც უკავშირდება სტრატეგიული გეგმით განსაზღვრულ 3 ძირითად პრიორიტეტს, რომელიც მოგეხსენებათ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციური გაძლიერება და ასევე ტექნოლოგიური განვითარება. სწორედ ამ 3 პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი არის ის აქტივობები და მიზნები, რომელიც უნდა განხორციელდეს 2025 წლის არჩევნების კარგად ადმინისტრირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში. თანამშრომლებს მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით 2025 წლის სამოქმედო გეგმას, გავცნობოდით იმ პრიორიტეტებს, რაც აქვს ადმინისტრაციას, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის განვითარებისთვის, ასევე პროფესიული საქმიანობის